წელს საგზაო ჯარიმებით ბიუჯეტში შესული თანხა გაორმაგდა. ანუ აკრეფილი ჯარიმების მოცულობა შეადგენს 108 მილიონ ლარს. უზარმაზარი ციფრია საგზაო ჯარიმებზე ლაპარაკი ერთი წლის განმავლობაში. ეს ძალიან დიდი ციფრია, 108 მილიონი ლარი 3 მილიონ ნახევრიან ღარიბ ქვეყანაში. ხელფასები რო არ გაორმაგდა, მე მგონი თანხმდებით მეგობრებო. არც სამუშაო ადგილების რაოდენობა არ გაზრდილა, არც პენსია არ გაორმაგებულა, კი არა, ერთ ნახევრითაც არ გაზრდილა. ანუ არაფერი არ გაორმაგებულა ამ ქვეყანაში ჯარიმების გარდა. აი, საით მივყავართ ამ პოლიტიკას. თლიანობაში თუ ჩვენ საზოგადოება ვერ ვახერხებთ, რომ ხელისუფლებას ვაგრძნობინოთ, რომ ეს პოლიტიკურად ძვირი დაუჯდება, აი მიმართულება, კურსი ჩვენი საით არის? ზოგადად მიმართულება ყოველთვის არის იქით, რომ ხალხი რამდენსაც აიტანს და რამდენსაც გაუძლებს და რამდენსაც გაუტარებს, სულ ყველაფერი გააძლებინა. ზღვარი არ ექნება. ხო, ანუ მაგისი ზღვარი გადის ხალხის ატანაზე. ხო, ანუ ხალხი თუ მეტს აიტანს, კიდე მეტსაც გაუკეთებ. აი უხეშად რო ვთქვა, ხო, უხეშად. აი პირდაპირ მონობას თუ იტან, მონად გადაგაქცევენ. ეგ ჩვეულებრივად ეგრე მოქმედებს. მონად იმიტომ არ გაქცევენ, რომ არ აიტან. კი, თავის დროზე თორე იყო დრო, როცა გადავარდა, რომ ბობო აჯანყდა. აღარ აიტანა ბოლოს ხალხმა, თორე რაღაც დროს იტანდა და ავი რო აიტანა, ეხაც იქნება. რო აიტანა, არაფერი არ შეიცვლებოდა. ეხაც რამდენს აიტანს და სინამდვილეში ქართული ოცნება არის როგორ მდგომარეობაში, იცით? ქართულმა ოცნებამ რაღაცა დიდი ძალაუფლება ჩაიგდო ხელში და ეხლა არის მაგის მოსინჯვის რეჟიმში, აი ნაბიჯ ხალხის ამტანობის გამოცდა ხდება. აი მოდი ესეც გავაკეთოთ. აიტანენ, არ აიტანენ, ნუ მაშინ არ გვინდა, ხო? სადამდე წავა ეს ყველაფერი? ეს არის სინამდვილეში საქართველოში აი მოსახლეობაში მენტალიტეტი, პოლიტიკური თვითშეგნება, ყველაფერი ერთად სადამდეც გაუშვებს, იქამდე წავა. ჯარიმების კუთხით, ფასების კუთხით, ზოგადად უფლებების კუთხით, ყველა მიმართულებით. საქართველოში ყველაზე ესეთი ბანალური შეკითხვა, ყველაზე ხშირად დასმული გვეშველება რამე და ეგრე კი არ უნდა დავსვათ შეკითხვა უნდა დავსვათ, რომ სანამდე არ აივსება ჩვენი მოთმინების ფიანო, რამდენს გავუტარებთ, რამდენის უფლებას მივცემთ. კი და მოთმინების ფიალა როგორ გამოიყურება, რომ აი რაღაცას არ ვიტანთ, ხო? როგორ გამოიყურება? ეგ არ გამოიყურება ასეთნაირად, რომ ხალხი გამოვარდა ქუჩაში და ჩამოაგდო მთავრობა. მასე არ გამოიყურება. არა, ეგ რაში გჭირდება, აგერ არჩევნები. ხო, არა, ეგრე არ გამოიყურება. მოთმინების ფიალა როგორ გამოიყურება, გეტყვით. არჩევნები როცა მოვა, მოსახლეობა მასიურად მთავრობის საწინააღმდეგოდ აძლევს ხმას. აი მასე გამოიყურება. არაფერი სხვა სურათები ყველამ უნდა ამოიგდოს თავიდან, იმიტომ რომ ტყუილია. ის სხვა სურათები სინამდვილეში დააგენერირა მთავრობამ. იმისთვის, რომ თუ ის სურათი არ ხდება, ესე იგი აზრი არა აქვს. ის სურათები ყველაფერი ტყუილია. რეალური, როგორც აი მაგალითად ნაციონალური მოძრაობა, როგორც გადავარდა, ხო? ეგრე გამოიყურება. არაფერი სხვა არ არის. აი მაგალითად საქართველოში საბჭოთა კავშირის დროს ზვიად გამსახურდიამ გაიმარჯვა. მასიურად ხალხმა დაუჭირა მხარდი. ეგრე გამოიყურება, არაფერი მან და არ უნდა რაღაც ზღაპრების მოგონება და რაღაც მითოლოგიის გამოგონება, რომ ვიღაცა გამოვიდა და დაამარცხა მტერი. აქ რეალური პოლიტიკური პროცესი ხალხმა მასიურად პოლიტიკური ძალა, რომელიც პრობლემის გამომწვევია, მის წინააღმდეგ დაიწყო ხმის მიცემა. ეგ უნდა მოხდეს. იგივე 2003 წელს პირიქით ხდება, ჯერჯერობით პირიქით ხდება. აი მოდი ვთქვა, ეხლა ფაქტი რაც არის, ხო? ხელისუფლება აი ამ რაღაცებს აკეთებს, ხო? აი აკეთებს მიგრაციის მიწებს ყიდის.
მიწევს ყიდის ჩვეულებრივად ეგ კატასტროფული დანაშაული ჩვენი ქვეყნის წინაშე დანაშაულებრივ მასშტაბებში ყიდიან მიწევს. ეგ ხდება. უფლებების თვალსაზრისით ყველას ჩამოართვა ოჯახების დანგრევის რეკორდული რაოდენობა, ჩვეულებრივ პოლიცია უვარდება ხალხს ოჯახებში. ხალხის გასამართლების უდანაშაულო ადამიანების გასამართლების რეკორდული მაჩვენებელია, ხო? ეგ ხდება. ხალხს პროტესტის უფლებას უზღუდავენ, ხმის უფლებას უზღუდავენ, ყველაფერი გაუძვირეს. ხო, ეს ყველაფერი ხო ხდება? შედეგად ამათ წინააღმდეგ ვინმე დაორგანიზდა პირდაპირ უნდა ითქვას ჩვენ ვინც მოგცა ხმა მაგად გარდა არაფერი ამათ წინააღმდეგ არავინ არ დაორგანიზებულა ის ნაციონალური მოძრაობა ამათ სცენარს თამაშობს და ესენი ხა ამათი რაღაცა სერვის ჯგუფები ვინც არიან ვითომ რო გამოეყვნენ და ვითომ რო აკრიტიკებენ და სინამდვილეში ეგენი ხო არ ითვლება. ამიტომ აქ სინამდვილეში მარტივია რა. სურათს ვიღებთ ასეც. ეს ყველაფერი ხდება, ოცნების ძალაუფლება იზრდება. ესე იგი რა გამოდის? ოცნება უნდა გააგრძელოს. კიდე უფრო გაძვირდება. ხალხს მიწებიდან თავის მიწებს გააყიდინებენ ხალხს საერთოდ ანუ ადგილზე აი სოფლის მეურნეობა გაუძვილდება და მაგალითად ეგ პროცესი ვაზის ჩაყრის ნებართვა გახდა აქ ჩამოიყვანენ მასიურად უცხოელ მიგრანტებს ეს პროცესი წავა იმიტომ რომ ქართულ ოცნებას რა სიგნალიც მისდის მოსახლეობისგან აი ამ დანაშაულების ფონზე მისდის ის სიგნალი რომ ეს უნდა გააგრძელოს შესაბამისად სანამ ეგ სიგნალი მისდის გააგრძელებს კიდეც ხო ჩვენი ამოცანა არის თან სხვათა შორის ვიღაცები რა არის ეგეთი რაღაცა შეიმჩნევია ამას რომ ვიძახი ვიღაცებს წყინთ ვიღაცებს გონიათ რომ აბა რა გინდათ ხმები გინდათ აბა მე ანუ ვიღაცას ოცნებას უნდა მიცეს ხმა და თან გამოსწორდეს ხო და რა არის იცით არ გამოვა აი ნუ რა ვქნათ არ გამოვა ეგრე არ მუშაობს ეს როგორც ფიზიკის კანონებს აქ ხო რაღაცა არალოგიკური ვერ მოხდება ხო ეგრევე არის პოლიტიკაში რაღაცა არალოგიკური დაკვეთა ნუ გვექნება ძალიან მარტივი რაღაცა არის გამოსავალი ხალხმა ოცნების დანაშაულების საფუძველზე სხვათა შორის ახლა დიდი შანსია რომ საერთოდ დაინიშნოს ვადამდელი ხო მაგის ნიშნები ჩანს აი ხა რო დაინიშნოს ვადამდელი ხო რა მოხდება მოდი ვთქვათ ააყვირებენ ისე ნაცებს გამოვა აქეთ ოცნება ვამთავრებს უკვე დაწყებული ხო ანუ დაიფში რო გეგმავენ ხო მაგალითად პრემიერს უხსმენდი და გვარამია და ჯაფარიძე და ვაშაძის გარდა არ უხსენებია არავინ ანუ ქმნიან უკვე იმას ოცნება დაიწყებს ნაცების დამთავრებას მორიგს აქეთ ნაცები დაიწყებენ ისევ რეჟიმის ცვლილებაზე ლაპარაკს აყვივდება ერთი მხარე მეორე მხარე აუბავს და ორ ხმაში ასე იმღერებენ ხო ეს იქნება აუცილებლად თუ არჩევნები დაინიშნა ხო ამ მოცემულობაში თუ ადამიანები არ გამოფხიზლდნენ და აი ამ შექმნილი რაღაცა სპექტაკლის გარდა სხვა მიმართულებაზე არ დაიწყეს ფიქრი მაშინ საერთოდ ძალიან ძნელია იმაზე ლაპარაკი რა უნდა გვეშველოს იმიტომ რომ თუ ამ სისტემამ დაინახა რომ კიდევ ერთი არჩევნებით მან კიდე მიიღო ხმები ხო ეგ არის პირდაპირი პასუხი იმაზე ანუ რასაც აკეთებს ხელისუფლება ხო ეს წელი განსაკუთრებით ანუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მერე რასაც აკეთებს კი ფასების თემაზე რა ცინიზმიც არის ვითომ კორუფციას ებრძვის იგივე ვაზის ჩაყრის ამბავი ვახსენეთ ჯარიმები გაორმაგდა ანუ ყველაფერი რასაც აკეთებს ეს წარმოუდგენელი ცინიზმი ესე ფორსირებულად არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მერე ხდება
აი უყურე რატო? იმიტომ რომ 80% გაიფორმა.